წინა ვიდეოებში აი ეს სამი დებულება დავადგინეთ, ნუ ამათი ჭეშმარიტება და მოდი გავაგრძელოთ ახლა და განვიხილოთ ესეთი შემთხვევა. ესე იგი, გვაქვს ინტეგრალი 0-დან 2π-მდე სინუს mt გამრავლებული სინუს nt-ზე. ისე ვიღებთ ინტეგრალს t-ი და ახლა ვამბობ, რომ 0-ის ტოლი იქნება აი ეს გამოსახულება თუ m-ი არ უდრის n-ს ან m-ი არ უდრის n-ს, მინუს n-ს. m-ი არ უდრის n-ს ან m-ი არ უდრის n-ს. ძალიან მაგარი მოსასმენი იქნებოდა ეს ვინმეს რო არ შეეხედა ეკრანისთვის. მოკლედ, ან კი არა და პრინციპში აქ და უფრო სწორი იქნება. და ანუ ეს ორი უნდა დაკმაყოფილდეს, ხო? და ნუ ვიცით რომ ესენი მთელი რიცხვებია, ხო? ანუ მაინც მივაწერ აქ მთელი რიცხვებია, რომ გვახსოვდეს. ესე იგი, თუ m-ი არ უდრის n-ს ან მინუს n-ს, მაშინ დაკმაყოფილდება აი ეს, ანუ აი ეს იქნება სწორი და თუ უდრის m-ი და n-ი ერთმანეთს, მაშინ გვექნება ინტეგრალი 0-დან 2π-მდე, ნუ m-ი და n-ი რადგან ერთი და იგივეა, პირობითად ვთქვათ m-ით აღნიშნოთ და მაშინ გვექნება პირდაპირ სინუს კვადრატ, ხო? სინუს კვადრატ mt, როცა m-ი და n-ი ერთმანეთს უდრის dt და ამ შემთხვევაში ეს იქნება p-ის ტოლი. და მოდი ვნახოთ ახლა რამდენად ასეა და რატომ არის ასე, იმიტომ რომ spoilers ასეა. მოდი ახლა აი ეს გადმოვწეროთ, აი ეს გამოსახულება. ესე იგი გვაქვს ინტეგრალი 0-დან 2π-მდე და ორი სინუსის ნამრავლია. ორი სინუსის ნამრავლი ისევ ტრიგონომეტრიული იგივეობა უნდა გავიხსენოთ, ან მოვძებნოთ თუ არ გვახსოვს და ნამრავლის ჯამად გარდაქმნის იგივეობას გამოვიყენებთ ამ შემთხვევაში, რაც გვეუბნება, რომ ორი სინუსის ნამრავლი, რაღაც განსხვავებული არგუმენტები თუ გვაქვს, არის 1/2 კოსინუს m minus n-ი გამრავლებული t-ზე და ანუ ისევ ეს დამაბნეველი რომ არ იყოს, ანუ არგუმენტი არის t-ს არგუმენტის ნაწილია. და ამას გამოკლებული, პრინციპში ესა არასწორი. ამას გამოკლებული კოსინუს m-ს პლუს n-ი გამრავლებული t-ზე. ისევ, ესეც ჩავსვათ ასე ფრჩხილებში. აი ესე. ახლა ეს უკვე შეგვიძლია მარტივად გავშალოთ, ანუ ორი ინტეგრალის სხვაობა გვექნება. ანუ ეს იქნება 1/2 ინტეგრალი 0-დან 2π-მდე კოსინუს m minus n-ი გამრავლებული t-ზე dt და ამას მინუს 1/2 ინტეგრალი 0-დან 2π-მდე კოსინუს, მაიცა იგივე ფერი ავიღო, კოსინუს m-ს პლუს n-ი გამრავლებული t-ზე dt. ახლა მოდი დაუკვირდეთ რა ხდება ჯერ იმ შემთხვევაში თუ m-ი და n-ი არ უდრის ერთმანეთს. თუ m-ი და n-ი არ უდრის ერთმანეთს, მაშინ აი ეს სხვაობა არის რაღაც მთელი რიცხვი, ხო? ანალოგიურად ეს ჯამი არის რაღაც მთელი რიცხვს აღარ დავწერე. ესე იგი, ორივე რადგან არის რაღაც მთელი რიცხვი, ჩვენ დავადგინეთ, რომ ინტეგრალი ასეთი ტიპის ინტეგრალი კოსინუს რაღაც მთელი რიცხვი გამრავლებული t-ზე dt უდრის 0-ს, ანუ შეგვიძლია ზემოთ ნახოთ კიდეც, პრინციპში ეგ. აი აქ წინა ვიდეოებში ნახეთ, ხო? ამ შემთხვევაში m-ი არის რაღაც მთელი რიცხვი და უდრის ეს ინტეგრალი 0-ს. ესე იგი, მაგ არგუმენტით ეს უდრის 0-ს, იმიტომ რომ კოსინუს რაღაც მთელი რიცხვი t dt და ანალოგიურად ესეც უდრის 0-ს. ესე იგი, როცა m-ი და n-ი არ უდრის ერთმანეთს, მართლაც ეს კმაყოფილდება, ანუ მართლაც ეს გამოსახულება არის სწორი. ახლა მოდი ავდგეთ, მოდი ესე ვიზამ. ესე იგი, სცენებს უკან გავაკეთე რაღაც, რომ მე მარტივად გავაქრო ესენი, მაგრამ ის აღნიშნო დარჩეს. ახლა ამათ გავაქრობ და ახლა მოდი ბარემ აქვე განვიხილოთ ის შემთხვევა, როცა m-ი და n-ი უდრის ერთმანეთს. თუ m-ი და n-ი უდრის ერთმანეთს, მაშინ რა ხდება? ნუ ეს ისევ არის, ანუ აი ეს ისევ არის რაღაც მთელი, რაც ნიშნავს, რომ ისევ ნულდება, ანუ მეორე წევრი ნულია და m-ი თუ უდრის n-ს, ნუ ეს ვთქვით, ეს არის 0, ხო? აქ გვაქვს კოსინუს 0. და კოსინუს 0 არის 1. ესე იგი, მთლიანად ეს წევრი
კი არა და ეს ინტეგრალის შიგნით რაც არის. არის ერთი სტოლი. ანუ ახლა ინტეგრალი გვაქვს ასეთი 1/2 0-დან 2-მდე 1 ხო? dt. და ახლა ეს უნდა ვიპოვოთ. ნუ ერთს როცა ვაინტეგრებთ t-ი, მივიღებთ t-ს. ანუ გამოდის რომ ეს არის 1/2 გამრავლებული t და ჩასმული 0-დან 2-მდე, რაც ნუ პირდაპირ ნიშნავს 1/2 გამრავლებული 2-ზე. 0 ჩაჯდება 0 უბრალოდ. რაც უდრის p-ს. ანუ ესე იგი, დავადგინეთ რომ როცა m და n უდრის ერთმანეთს, მაგ შემთხვევაში, აი ეს გამოსახულება, რომელიც იქცევა სინუს კვადრატად რეალურად, იმიტომ რომ ერთი და იგივე ეს ორი მომრავლი, გვაძლევს ინტეგრალში p-ს.